ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მცხოვრები კენჭოშვილების 6-სულიანი ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას უკვე 6 წელია უშედეგოდ ითხოვს. სააგენტოში კი მათ პირად მონაცემებს არასაჯაროებენ. სოფელ მერიაში მცხოვრები დემურ კენჭოშვილის 6-სულიანი ოჯახი სახელმწიფოსგან ფულად შემწეობას უკვე რამდენიმე წელია უშედეგოდ ითხოვს. მრავალსულიანი ოჯახი სააგენტომ მათი მოთხოვნის საფუძველზე არაერთხელ გადაამოწმა. მიუხედავად საცხოვრებელ სახლში არსებული მძიმე მდგომარეობისა, კენჭოშვილებს მხოლოდ საპოლისე დახმარება დაენიშნათ. ოჯახის გაუსაძლის სოციალურ ყოფას უმუშევრობასთან ერთად ოჯახის უფროსის ავადმყოფობა და მამისგან მიტოვება უალიმენტოდ დარჩენილი მცირეწლოვანი პატარების ბედიც ამძიმებს. რაც სოციალურ დახმარება დაიწყეს, მის მერე წერთ განცხადებას ყველა წელიწადს წლის ბოლოს თუ არ დაწერის, ხო და ყოველთვის მაღალ ქულებს გვაძლევა, რადგან ერთი დრო ხავს და რა ვიცი, ამას შემოსავლად თვლიან ალბათ. ეზოში შემოსავალს თქვენ თვითონაც ნახავთ, არაფერი არ გამაჩნია, ჭაობში ვცხოვრობ. ამასთან ერთად ოჯახში მობრუნებული გოგო მყავს 2 ჩვილი ბავშვებით. ალიმენტზე დავწერეთ განცხადება, სასამართლო იყო და არ მოგცეს, არ იხდეს მამა ალიმენტს. ეს სახლი ძველი არის, 50 წელს შეაშენებული სახლი, თავისთავად მოითხოვს კაპიტალურებას, არავის არ არის. თოვლებზე ყოველთვის ეს ლაჩავშინდაოდი ისეთი აგარ სამშენებლო ბლოკები გქონდა დამაგრებული, რომ არ ჩამოვიდეს იმან შემა და რამე თლათვრა რა ხადოს ქარმა. ყველგან ისე ძველი შენობლებია და მუშაობით არსი ვერსადერ მუშაობ. 2007 წლის მერე ასეთ ხეში ოპერაცია გავიკეთე. არაფერს ვერ ვაკეთებდა. კენჭოშვილებზე სწუხან მეზობლები. სოციალურად დაუცველ ოჯახს გვერდში უდგანან, მაგრამ მათი დახმარება ზღვაში წვეთია და სახელმწიფოსგან რეაგირებას ითხოვენ. აი კაცი აქამდე ცხოვრობდა ლაფატკით. მეზობლებში ბარავდა, ხნავდა, თესავდა და ამით არჩენდა ოჯახს. ახლა 6 სულის ჩენი საშუალება სასტიკას არ აქვს. სოციალური დახმარება ამ ოჯახს ეკუთვნება. იმას ნუ გააკეთებ, რაც აბაშიძეებში მოხდა და მე გასკდა ყველაფერი. იმას ვარესია აქ. სოციალურ სააგენტოში გვითხრეს, რომ ინფორმაცია ოჯახის სოციალურ სტატუსზე კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროება შეუძლებელი. კენჭოშვილების ოჯახს კი კიდევ ერთხელ სააგენტოსთვის მიმართვა ურჩიეს. ოჯახის მონაცემები არის არასაჯარო, არის კაცრად გასაიდუმლოებული და აქვს მხოლოდ ოჯახის წარმომადგენელს მისი შესწავლის უფლება. თუ დეკლარაცია სწორად არის შევსებული, ანუ დაითვალა ქულა და მიენიჭა მას ქულა, შემდეგ მას აქვს პრეტენზია ქულასთან დაკავშირებით, მობრძანდება სააგენტოში, ნახავს თავის დეკლარაციას და გაეცნობა თავის მონაცემს, რომ არის სწორად შევსებული და სწორად არის გადაცემული დეკლარაცია, ამ შემთხვევაში 1 წელი არ აქვს. მაგრამ თუ ამ 1 წლის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს მას უფლება დაწეროს განაცხადი, თუ რაიმე ცვლილება მოხდება ოჯახში, იმ შემთხვევაში თავიდან შეავსებს განაცხადს. ამ სიუჟეტის მიზანი კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახის საზოგადოებისთვის გაცნობაა. რეაგირება კი სახელმწიფო უწყებებისთვის მიგვინდვია.